წვიმა დაიწყო, გოგოებო. მათე გამზადებული მყავს გავდივართ რა და დამირეკა გია. იანაო მოვდივარ სახშიო, არ გამოხვიდეთო ძალიან ცივაო, აი ბავშვიო გაიყინებაო. მოვალ ეხავე სახშიო და მე გადაგიყვანთო. კიდე კარგი, იცი როგორ ცივაა. აი მოვიდა. ზამთარი გოგოებო ძალიან ცივა და რაღაცეები ვიყიდე. კარტოფილი. მათე მითხრა დედაო, დილით რო ვდგები ვეკითხები, ვის რა უნდა, რო გავითვალისწინო. იმიტომ რომ საჭმელს როცა ვაკეთებ მე, ბევრჯერ მითქვია თქვენთვის ეს ამბავი. მაინც იმასის უნდა, ანუ არ ჭამენ რა, ერთნაირ, აი ქვაფში რო გავაკეთო საჭმელი, ეგ ჩემთან არ გამოვა. იმიტომ რომ შეიძლება მათემ საერთოდ მაგას პირი არ დაადოს. და ნიკასაც რაღაცა კიდე უნდა სხვა რაღაცები. ამიტომ მე ასე მიმატივდება, დილით ვეკითხები, ვის რა უნდა. ერთს უნდა შემწვარი კარტოფილი, მეორეს უნდა პიურე. და კარტოფილი ვიყიდე დღესაც. დაახლოებით რა ვიცი, 2 კილო იქნება. კიდე ნიკა მითხრა მეორე და მინდაო კატლეტიო. და ვიყიდე ბიუბიუს ფარში, რო გავაკეთო კატლეტი. და ამას უკვე ყველა მივით მე გემრიელად. ანუ ეს იქნება დღეს ჩვენი ძირითადი საჭმელი კვერცხი, რომ მაინც იქნებ არ იყოთ და მოვიდეთ კიდე ეს ვიყიდე, კლუბის წევრები არის ფასტაკლებით და ვიყიდე გოგოებო კარგი. ეს არის ბიუბიუს წარმოების კარგი და არ ვიცი, ერთი უნდა გავსიუჟე. ძალიან მაინტერესებს როგორია. ეს გადაგახარებია. და მოდი აბა ვნახოთ, მაინტერესებს. მოდი ერთი ვნახოთ როგორი არის ეს კარგი. შედარებით იაფიღის 6 ლარი თუ 620. გემო თუ აქ კარგი? ეგ შევამოწმოთ. ფასებზე არ ვლაპარაკობ, იმიტომ რომ საშინელი ფასები არის საქართველოში. როგორ გაგვაქვს თავები, გმირები ვართ ამ ხელფასებით. ამ ხელფასებით, ამანაზღაურებით, თავები როგორ გაგვაქვს, მე არ ვიცი უბრალოდ. 100 ლარი. არაფერი არ არის, ახლა 40 ლარი გამიქრა ხელებში და ნუ რა ვიყიდე, ერთი თვის საჭმელი. აცა ერთი თვისა. რაღაცა ტკბილი ხო უნდა იყიდო, ამ ბავშვებს იოგურტი უყიდო, რაღაცა უყიდო. აი ამებს უკვე ვეღარ ვწვდები. მარტო საჭმელი რო იყიდო, მადლობა უნდა უთხრა ღმერთს. უბრალოდ ერთი დღის საჭმელი 50 ლარი გინდა. ისე რომ არც არის ეგ სრულფასოვანი ხილი ვერ ვიყიდე, ბოსტნეული ვერ ვიყიდე. არ ვიცი, ძალიან ის არის რა სიტუაცია რთული. 100 ლარი არაფერი აღარ არის. აბა ვნახო ეს კარაქი. ცოტა სოფლის კარაქის გემო აქვს. სოფლის კარაქის გემო აქვს ცოტათი. ცუდი არ არის, მაგრამ ნიკას თუ მოეწონება არ ვიცი არა და მე და ნიკა ვჭამთ, გიაც ჭამს, მათე ისედაც საერთოდ არ არის კარაქს და ნიკას თუ მოეწონება ეს ამ გემოთი არ ვიცი. ცოტა ხანში დავიწყებ იმას აქვია. ხახვით ვიყიდე ხო? ხახვი აქ მაქვს.
ხო იცი. მოხახუდა. რა ვინახება ნორმალურად. ამას ამოვიღებ. რაც დარჩა. და გამოვიყენებ, რაც ეს ახალი ნაყიდი გავყიდოთ. ახანი შევინახავ, იმიტომ რომ ემწურში არ ვიცე, ახას და ცოტა ხანში დავიწყებ საჭიროა. ან ცოტა მიჩით მომიდებოდა წამოსვლა დარბაზში. არ ვიცი, მაგრამ კარგად ვარ ახლა. რა წამოვედი. ნენა უნდა გავჩერდე. Rasi kaloria. მოვედი გოგოებო, გიაიგებდა ვიდეოს. ხო და დამაგვიანა და მეც მოსვლა თქვენთან. ანუ ეს ახეთ გამამზადე უკვე გარში, ეხლა უნდა შევწვა. ესე იგი, ჩიტიო ბუდეში მოგლოვებს ხოლმე ხო იცით თავის იმას ექვია. ბერტყებს. მეც ეგრე ვარ. ძალიან მიყვარს საღამო, როცა სახლში მგროვდებით ყველა. ჩემი ბიჭები რო სახლში არიან. მათი რო სახლშიან, არა სახლშია რომ მოგროვდებით, გიაც უკვე რომ მოდის სამსახური და ძალიან მიყვარს. და რაღაცეებს რო ვაკეთებთ, რო საუბრობთ, რო ვახშმობთ თუნდაც ერთად როცა რამეს ვუმზადეთ, ძალიან მიყვარს. ანუ ჩემი საღამო. ეხლა ეს გავაკეთო. ცოტა უცხოსუნელი, კინძი. მაგ უფრო მომწონს ეს ფარში. ბიუბიუში ვიყიდე, ხო, გადავიდე, ხო. ძალიან წითელი იყო იმ დღეს, გოგოებო, არ ვიცი, ხობა ღუჯებს ატარებენ, რომ ფერი ქონდეს და ნამეტანი იყო რა, უკვე ძალიან ბევრი მოვიდა თარგად. და ეს არა, ეს ძალიან კარგი ფერია. ჩვენი რა ჩაია, ფრონდენმა ხელ, მადლობა ხმე.
ყველანი ვაკეთებ ჩვენ საქმეს სიხარით. ხოდა ეს დამნიშნულოვანია, მე ხო მაგას ვამბობ. რომ სიხარული უნდა დავინახოთ. იმდენი კარგი რამე ხდება ჩვენ ცხოვრებაში ზოგჯერ ხოლმე ვეღარ ვხედავთ. ხო, დღეს ლეილას მივწერე პასუხათაც კომენტარში. ძალიან მომწონს და მსიამოვნებს, როცა თქვენ ხარობთ თქვენი ცხოვრებით. ეგ მე ძალიან ახარებს გოგოებო, აი ძალიან და მაბედნიერებს. იმიტომ რომ ადამიანები ჩვენ ენერგეტიკულად ერთმანეთზე ვართ გადაჭერტულები რაღაცნაირად. და როცა სხვას უხარია, ეს ძალიან გადამდებია. ნამდვილად არის გადამდები. მეც მიხარია თქვენი სიხარული ვიზიარი და ამას ვხედავ კომენტარებიდან. კარგად, ძალიან კარგად და თქვენ განწყობაში თქვენთანგან მოდივარ ხოლმე იმ მომენტში რაღაცნაირად და კომენტარს ვკითხულობ, ვგრძნობ თქვენს იმ მომენტში თქვენს განწყობას და ხასიათს. იცით რა მაგრად ვგრძნობ და როცა ხოლმე ეს სასიხარულო რაღაცას მიწერთ, რომ კარგად ხართ, რომ გახარებთ რაღაცა, რომ ბედნიერები ხართ იმით, რაც გაქვთ, ეს ჩემზე ძალიან დადებითად მოქმედებს, ანუ ძალიან გადამდებია. ძალიან. ეს მაინც ვერ ჩავწიო, იცანი მაინც გაიქცვა ხოლმე ჩავწევი. ორი დარჩა და მაგასაც შეიძლება. ეხლა იცით რა მინდა? ამას რო შევწავ აკეთებს. კარტოფილი მინდა რომ შევწავ თუ მოხარშე. მათე? პიურეს დედი შეჭამ? შემწვარი? ხო, მაშინ შევწავ. კარტოფილი. გავწნი ეხლა და რომ მოიცვის ჩემი გაზი, ეს გაფრთხილი მექნება. და უბრალოდ შევწავ. ვიქნება შემწვარი კარტოფილი და შემწვარი. კარგი. იურე უფრო უხდება, მაგრამ ამას ავიწყას და ანუ აღარ უყავს ამბულოთ, რომ სადღე უფრო ჭამდა ახლა. შემწვარიო. აიძახის. და აგრე პიურე უფრო მიყვარდაო. რატო მე მოგწინდა? ეხლა უფრო კნატუნა მიყვარს, ხო? ეხლა უფრო კნატუნა მიყვარსო, ანუ გემოვნება შეიცვალა. ადრე კი ძალიან უყვარდა პიური. ძალიან, ეხლა ცოტა შევწავ, რომ კნატუნა გამოუვიდეს. არა? ხო. ცოტას 1-5 საათს რო არ ჩაიშალოს და ვისავით რო გამოუვიდეს. მაინც წავედი დარბაზში, მიუხედავად იმისა, რომ ცუდი ამინდი იყო და იქიდან გამოვფრინდი. და ძალიან კარგ ხასიათზე გაყინებს ვარჯიში. ადამიანს, მაგრამ ცოტა თითქოს გაციებული ვარ ვე.
ეხლა რომ დათბება, ავი 21-მდეა, მეტი არ არის ეს სიცივეები. მე მგონი 21-ში გამოიამინდებსო და ხვალ არის 20-და. ზეგამდეა წვიმები და გამოიამინდებს. მე ვარქი. რა ვქნა მზე მიყვარს და ძალიან ბედნიერი ვარ მზეში. ძალიან. ესე იგი, იმდენი ფული უნდა გქონდეს ადამიანს, რომ საჭირო არის კი რომ გაიარო 4-ვე სეზონი, ჯანმრთელობისთვის ძალიან საჭიროა ეგ. მაგრამ ალბათ მე ფული რომ მქონდეს, წავიდოდი ხოლმე იქ სადაც თბილა ზამთარში. ზამთარში, ჩვენთავ ზამთარი იქნება, ანუ სადაც თბილა იქ წავიდოდი, ანუ მაგის თქმა მინდოდ. სწორად გადმოკეთით. ხო. იმიტომ რომ მზე ძალიან კარგად მოქმედებს ჩემზე. ბედნიერი ვარ, როცა მზე არის. იმიტომ რომ ძალიან აქტიური ადამიანი დამაკიდო. სახში რა გამაჩერებს მზე როცაა და კარგი ამინდიროა. სულ გარეთ მინდა, სულ მინდა რომ რაღაცა ვაკეთო, ანუ შემოვიარო. ქალაქი, ლამაზ-ლამაზი ადგილები დავათვალიერო. ენერგიული ვარ ძალიან, არ მღლის რა, ანუ ეგეთი რაღაცები არ მღლის. სოსორუა იუთუბერი ხო იცით როგორ ძალიან ლამაზ ადგილებში დადის. ძალიან. საინტერესოა ეგეთი ცხოვრება. ვიცი ვინმე თუ დაიგლება მაგითი არ მგონია. დაიგლებით თქვენ. თუ დაათვალიეროთ მთელი მსოფლიო ლამაზი ადგილები, კულტურას გაეცნოთ მათი. ისრაელი ძალიან მაინტერესებს. ისრაელი იმიტომ მაინტერესებს, რომ იესო რომ იქ მოვიდა. იმ მიწაზე რომ დადიოდა. აი მაგიტომ მაინტერესებს ისრაელი. დადგება ეგ დროს, რომ წავალ და დავათვალიერებ და არა მარტო ისრაელს. ძალიან ბევრ ქვეყანას შემოვივლი მე. აი ეს იმედი მახარებს. ეს რეალური იმედი არის თან. უბრალოდ ოცნება არ არის.
რეალურია ეს იმედი. ადამიანი თუ მოიდონებს, გააკეთებს, უბრალოდ შეიძლება რაღაცა დრო იყოს საჭირო ამისთვის და რაღაც ხვალვე ვერ მოხერხდეს ეს, მაგრამ რისის სურვილიც გააქვს, ის შეგიძლია რომ სისრულეში მოიყვანო. ნამდვილად. მე უნდა დავათვალიერო ისრაელი, იმდენად კარგად ვიცი მე ბიბლიური ისტორიები და ისეთი საინტერესოა ეს ჩემთვის. აი ძალიან რა. რომ ჩემ თვალწინ გაცოცხლდეს ის წარსული, რაც უბრალოდ წაკითხული მაქვს. სად დადიოდა იესო მოწაფე ერთთან ერთად რო იჯდა და უკითხავდა და ასწავლიდა, ნუ ძალიან საინტერესოა ეს ჩემთვის. ძალიან. დაგება ეს დრო ნამდვილად. მაინც ბევრი გამოვიდა და ეს ეხლა ნუ ტაფას ჯერ არ ცალია, ნუ ეს უნდა განთავისუფლდეს. ესებში დიდი დროც არ უნდა. აი? ცოტაც დაიბრაწოს და ეკრის. როგორ გემრიელად გამოიყურება ნახეთ. აი როგორც გამოიყურება, ეს გემრიელია ზუსტად მე გავსინჯე უკვე. და ესეც მათეს კარტოფილი, ესეც ესე გემრიელად გამოიყურება. კარგად დაიბრაჭდა, იმიტომ რომ ასეთი უნდა და დაბუბრა. ყველას გისურვებთ მშვიდობიან საღამოს, შემოსხარულებო მიყვარხართ ძალიან და ეხლა ჩემი ბიჭები გემრიელად ივახშმებენ.